ქრონიკული დაავადებების მართვა ხშირად ყოველდღიურ ინიექციებსა და წამლების მიღების მკაცრ რეჟიმს უკავშირდება. ამ პროცესის გასამარტივებლად მეცნიერებმა მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ორგანიზმში ცოცხალი აფთიაქის ფუნქციას ასრულებს და მედიკამენტებს უშუალოდ ჩვენს სხეულში გამოიმუშავებს. რას ნიშნავს ეს მიღწევა და პაციენტებისთვის როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი ამ სიახლეებზე და ტექნოლოგიებზე დღეს არსენ სეფისკვერაძე მოგუყვება. არსენ, მოგესალმებით. გისმენთ და მოგვიყევი რას ნიშნავს ცოცხალი აფთიაქი. ნინი, ლევან, მოგესალმებით. ამერიკელმა მეცნიერებმა ინოვაციური იმპლანტი შექმნეს. ეს არის ორგანიზმში ჩასანერგი პლატფორმა, რომელიც ისე პროგრამირდება, რომ პირდაპირ პაციენტის სხეულში კონკრეტული სამედიცინო პრეპარატი უწყვეტად ზუსტი დოზით დაასინთეზოს. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სხეულში ჩასაშენებელი მინი ლაბორატორია, რომელიც თავად ქმნის წამალს და აწვდის პაციენტის ორგანიზმს. როგორც ყოველ ჯერზე არის სამეცნიერო ფანტასტიკიდან გადმოსული ახალი ტექნოლოგიები. როგორც ვიცი, მსგავსი იდეა აქამდეც არსებობდა, მაგრამ რამდენიმე მათგანი იყო და იყო წარუმატებელი. რა ხდის ამ ტექნოლოგიას განსხვავებულს და ხომ არ გვაქვს უკვე წარმატების ისტორია აქამდე? წარმატების ისტორია ლევან ნამდვილად გვაქვს. კი, ზედმეტად ფუტურისტულადაც ჟღერს ეს ყველაფერი. წარსულ ტექნოლოგიებში, მსგავს წარსულ ტექნოლოგიებში თავარი პრობლემა ის იყო, რომ იმპლანტში მოთავსებული თერაპიული უჯრედები ჟანგბადის ნაკლებობის გამო იღუპებოდნენ. ამ ახალ ტექნოლოგიაში ეს ყველაფერი გააუმჯობესეს ინტეგრირებული ჟანგბადის გენერატორით, რომელიც სხეულში არსებულ წყლის მოლეკულებს იყენებს იმისთვის, რომ თვითონ ამ იმპლანტის შიგნით დააგენერიროს ჟანგბადი და უჯრედებს გადარჩენაში დაეხმაროს, ხოლო მეცნიერებს იმაში, რომ 6-ჯერ უფრო მეტი უჯრედები მოათავსონ ამ იმპლანტში და შესაბამისად მათი ხანგრძლივობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადაც გაზარდონ. ხომ არ არის ცნობილი რა ტიპის წამლების გამომუშავება შეუძლია ამ მოწყობილობას და ტესტირებაც თუ იყო უკვე. 30-დღიანი ლაბორატორიულ მოდელებზე 30-დღიანი ტესტირება ჩატარდა, სადაც გამოჩნდა, რომ მოწყობილობამ შეძლო 3 სხვადასხვა სახის წამლის მომზადება და შემდგომ ორგანიზმისთვის მიწოდება. პირველი ეს იყო მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო წამალი, ერთ-ერთი ასევე იყო მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ჰორმონი და ასევე აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულები და ყველაზე საინტერესო ამ კვლევებში რაც გამოჩნდა არის ის, რომ 20%-დან 75%-მდე გაიზარდა უჯრედების სიცოცხლის უნარიანობის მაჩვენებელი და მთელი თვის განმავლობაში სისხლში წამლის კონცენტრაცია სტაბილურად შენარჩუნდა. საინტერესო ძალიან და ქრონიკული დაავადებები ამაზე ბევრი გვესმის დღეს ქრონიკული დაავადებები ყველაზე დიდი გამოწვევა. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ზეწოლა სისტემებზე ამას აქვს სწორედ არის გაგზავნითი დაავადებები ხშირად ხდება უფრო ასაკოვან პაციენტებში წლობით ავადობენ და რთულია მათთვის ამიტომაც საუბარია პოლიფარმაციაზე, როცა იღებ ერთდროულად 5 და 6 მედიკამენტს, გაქვს გაწერილი საათები, ზოგი გავიწყდება, ზოგი ერთმანეთში მოდის ურთიერთქმედებაში და ესეც საკმაოდ რთულია. ალბათ კითხვა რომ მე უნდა დავსვათ, რას შეცვლის ეს ტექნოლოგია რიგითი პაციენტებისთვის. ლევან, შემაქტობრივად ჩამოთვალე ხოლმე რასაც შეცვლის ეს ტექნოლოგია პირველ რიგში შეცვლის იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს დაეხმარება მედიკამენტების მიღების რეჟიმის დაცვაში და ასევე მტკივნეული ინიექციების თავიდან არიდებაში და ხო, არ დაავიწყდებათ და ასევე ხშირად ისეც ხდება, რომ უბრალოდ უარს ამბობენ პაციენტები წამლის მიღებაზე და შესაბამისად ეს ლაბორატორია თუ იქნება, ეს მინი ლაბორატორია, მოწყობილობა ჩაშენებული მათ სხეულში თავისთავად დაასინთეზებს წამლას და მიაწვის ორგანიზმს. შესაბამისად ამ მედიკამენტების მიღების რეჟიმის დარღვევასაც ავარიდებ თავს და მტკივნეულ ინიექციებსაც და მეცნიერები აგრძელებენ ახლა ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობას, მათი მიზანია უფრო დიდ ცხოველებზე გამოცდონ ეს იმპლანტი და შემდგომ უკვე ადამიანებზეც დაიწყონ ტესტირება. და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ძალიან დიდი საქმე გადაწყდება ამ ტექნოლოგიის დახმარებით. მადლობა ძალიან დიდი არსენ, საინტერესო იყო როგორც ყოველთვის და გემშვიდობებით და ველოდებით მომავალ საინტერესო ტექნოლოგიურ სიახლეებს. მადლობა.